საღამომშვიდობის დღეს 31 ოქტომბერია, პარასკევი ტრადიციულად ამ დროს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ეთერში ვსაუბრობთ მთავარზე ბიზნესსა და ეკონომიკაში. მე ჟურნალისტი ფირუზ ბოლქვაძე ვარ, დღევანდელ გადაცემაში ნახავთ. თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი უკვე გახდა დამაკავშირებელი რგოლი პოლიტიკასა და ბიზნესს შორის. აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმი თბილისში და მსჯელობა საქართველოს სატრანზიტო როლის გაძლიერებაზე შუა დერეფანში. შუა დერეფანი აღარ არის მხოლოდ კონცეფცია, ის იქცა რეალობად, რომლის განვითარებასაც ჩვენ ყოველდღიურად უწყობთ ხელს. როგორ ფასდება ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე? ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა. საქართველოს საუკუნოვან გამოცდილებაზე დაყრდნობილი ხმა გავაგონოთ ყველას. რა გარემოებები განსაზღვრავს დღეს პოზიციონირებას მსოფლიო ბიზნეს რუკაზე? ხელს უწყობ ინოვაციების და მაღალი ტექნოლოგიური მიმართულებების განვითარებას. და რა იყო მთავარი განსახილველი საკითხები აბრეშუმის გზის ფორუმის პარკლებში ორგანიზებულ ფინანსურ სამიტზე? ტრადიციული საბანკო სექტორის განვითარების პარალელურად საქართველო აქტიურად უჭერს ხარს ფინტექ სექტორის განვითარებას. საქართველოს სატრანსპორტო, სავაჭრო, ენერგეტიკულ და ფინანსურ ჰაბად ჩამოყალიბების პროცესი და პოტენციალის შეფასება. რას ფიქრობენ ექსპერტები საერთაშორისო საქმიან შეხვედრებზე მთავრობის მიერ გაცხადებული ეკონომიკური ხედვების შესახებ? ათობით დელეგატი სხვადასხვა ქვეყნიდან და საქართველოს ეკონომიკური ტენდენციების, ბიზნეს კლიმატისა და საინვესტიციო პოტენციალის გაცნობა უცხოელი ბიზნესმენებისთვის. ეს თბილისში გასულ კვირაში ორგანიზებული საერთაშორისო საქმიანი შეხვედრების შედეგებია. მასშტაბურ ღონისძიებაზე სახელწოდებით აბრეშუმის გზის ფორუმი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში უკვე მეხუთედ ჩატარდა, გლობალურ ეკონომიკურ გამოწვევებსა და საპასუხო ქმედებებზეც იმსჯელეს. კერძოდ შუა დერეფანში საქართველოს როლის გაძლიერებისა და ქვეყნის სავაჭრო, სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და ფინანსურ ჰაბად ჩამოყალიბების პერსპექტივებზე. ასევე იმ ტენდენციების გათვალისწინების აუცილებლობაზე, რომელიც მიმდინარე მასშტაბურ გეოპოლიტიკურ ცვლილებებს ახლავს თან. აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში თბილისში ჩატარდა ფინანსური სამიტიც, რომელზეც საქართველოს საფინანსო სექტორის და ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების ტენდენციებიც მიმოიხილეს. უფრო კონკრეტულად კი საუბარი შეეხო ქვეყანაში ღია და ციფრული ბანკინგის და კაპიტალის ბაზრების განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებებს. ასევე აქცენტი გაკეთდა ქვეყნის ინოვაციური განვითარებისთვის ხელისშემწყობ ნაბიჯებზეც. მოკლედ, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის და ფინანსური სამიტის შედეგები და მათზე განხილული საკითხები იქნება დღეს ჩვენი სასაუბრო თემა. ამ კონტექსტში კი ქვეყნის სხვადასხვა მიმართულებით ჰაბად ჩამოყალიბება განვითარების პერსპექტივებსა და შესაძლებლობებზე საკუთარ მოსაზრებებს გაგვიზიარებენ სტუმრები, სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დამფუძნებელი და დირექტორი პაატა ცაგარეიშვილი, საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინოვაციების სტატუსების ადმინისტრირების ხელმძღვანელი მარიამ მაჩალაძე. გადაცემის მსვლელობისას შემოგთავაზებთ საქართველოს აბრეშუმის გზის ფორუმსა და ფინანსურ სამიტებზე გაკეთებულ განცხადებებს და უახლეს სტატისტიკურ მონაცემებს სატვირთო გადაზიდვების, ენერგეტიკული ბაზრისა და ეკონომიკური ზრდის ტენდენციების შესახებ. მაშასე დავიწყოთ და თავდაპირველად მონაცემები სატვირთო გადაზიდვებზე. სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის მიერ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით დამუშავებული და გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად 2024 წელს წინა წელთან შედარებით საქართველოს სატრანსპორტო სისტემით გადაზიდული ტვირთების მოცულობა გაიზარდა 2.2% და მიაღწია 18.5 მილიონ ტონას. რაც შეეხება დინამიკას, ქვეყანაში ტრანზიტულად გადაზიდული ტვირთების მოცულობის მკვეთრი ერთბაშად 40%-იანი ზრდა დაფიქსირდა 2022 წელს და მიაღწია 18.7 მილიონ ტონას, ხოლო 2021 და 2020 წლებში შესაბამისად იყო 13.3 და 11.9 მილიონი ტონა. ამავე მონაცემებით 2024 წელს წინა წელთან შედარებით 0.1%-ით შემცირდა და 536,100 ერთეული შეადგინა საქართველოზე ტრანზიტულად მოძრავი სატვირთო ავტომობილების რიცხვმა წრიულ ჭრილში. რაც შეეხება სატვირთო ავტომობილების რიცხვს ყოველთვიურ ჭრილში, ის წინა წელთან შედარებით დარჩა უცვლელი და საშუალოდ შეადგინა 42.200 ერთეული. მონაცემები შუა დერეფნით გადაზიდული კონტეინერების საერთო რაოდენობის შესახებ სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით დამუშავებული ინფორმაციის თანახმად 2024 წელს შუა დერეფნით გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა წინა წელთან შედარებით გაიზარდა 175.6% და მიაღწია 56.5 რაც შეეხება დინამიკას,
შუადერეფნით გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა 2023 წელს იყო 20.5000, 2022 წელს 33.6000, 2021 წელს იყო 25.2000, 2.10000, ხოლო 2020 წელს 21.000, შესაბამისად 2024 წლის მაჩვენებელი არის ბოლო წლების მაქსიმუმი. მონაცემები რკინიგზით გადაზიდული კონტეინერების რაოდენობის შესახებ სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ინფოგრაფიკების თანახმად 2024 წელს საქართველოს რკინიგზით გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა წინა წელთან შედარებით შემცირდა 8%-ით და შეადგინა 90.000. რაც შეეხება დინამიკას, საქართველოს რკინიგზით გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა 2023 წელს იყო 98.000, 2022 წელს 88.000, 2021 წელს 74.000, ხოლო 2020 წელს 82.000, შესაბამისად ბოლო წლების ტენდენცია იყო ცვალებადი და ბოლოს მონაცემები ნავსადგურებში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობის შესახებ სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფოგრაფიკის თანახმად 2024 წელს ფოთისა და ბათუმის ნავსადგურებში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა შემცირდა 9.6%-ით და შეადგინა 524.000, რაც შეეხება დინამიკას, ფოთისა და ბათუმის ნავსადგურებში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა 2023 წელს იყო 702.000, 2022 წელს 467.000, 2021 წელს 401.000, ხოლო 2020 წელს 490.000, შესაბამისად პიკი დაფიქსირდა 2023 წელს. ასეთი იყო მონაცემები შუადერეფნით სატვირთო გადაზიდვების შესახებ. ახლა პრემიერ-მინისტრის გამოსვლის ჩანაწერი აბრეშუმის გზის ფორუმიდან პირდაპირ ეთერში სტუმართან პაატა ცაგარეიშვილთან ერთად დაუბრუნდებით. საქართველოს საუკუნეების განმავლობაში იყო აღმოსავლეთსა და დასავლეთ შორის დამაკავშირებელი ხიდი, საერთაშორისო სავაჭრო და სატრანსპორტო გზაჯვარედინი, რომელიც აერთიანებდა ცივილიზაციებს და ეკონომიკებს. დღეს გლობალური ეკონომიკური და გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე საქართველოს სტრატეგიული როლი განსაკუთრებით თვალსაჩინო ხდება. ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო და ეკონომიკური განვითარების ძლიერი ტენდენცია ქმნის უნიკალურ შეასრულებას, რომ საქართველოს ჩამოყალიბდეს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ მნიშვნელოვან ჰაბად ვაჭრობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის და ახლა უკვე ფინანსების მიმართულებით. ბოლო წლების განმავლობაში მსოფლიო არაერთი ეკონომიკური გამოწვევის წინაშე დადგა. მიუხედავად ამისა, საქართველოს წარმატებით შეხვდა ამ გამოწვევებს და ქვეყანას კვლავ შენარჩუნებული აქვს ძლიერი მაკროეკონომიკური მდგომარეობა. 2021-24 წლებში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ თითქმის 10% შეადგინა. აღნიშნული დინამიკა მიმდინარე წელსაც გრძელდება. წინასწარი მონაცემებით 2025 წლის პირველი 8 თვის ეკონომიკური ზრდა 7.19%-ს აღწევს. მაღალი ეკონომიკური ზრდა დიდწილად განპირობებულია სტრუქტურული ცვლილებებით და შედარებით მაღალპროდუქტიული დარგების განვითარებით, მათ შორის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ფინანსური სერვისების მიმართულებით. ეკონომიკურ ზრდასთან ერთად მიღწეულია ფასების სტაბილურობაც. 2023 წლის დასაწყისიდან ინფლაცია შემცირდა და 2 წლის განმავლობაში მის ნომრრივ დონესთან შედარებით დაბალ მაჩვენებელზე შენარჩუნდა. საქართველოს საფინანსო სექტორი დინამიურად ვითარდება და ინვესტორებისთვის სულ უფრო მიმზიდველი ხდება. წამყვანი ქართული ბანკების აქციები უკვე წლებია ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. ასევე ქართულმა ბანკებმა გააფართოვეს საქმიანობა ქვეყნის გარეთ და რეგიონის სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებენ საბანკო ოპერაციებს. ხედავთ როგორც რეგიონის, ისე საერთაშორისო ინვესტორებისგან ჩვენ საფინანსო სექტორში კაპიტალის დაბანდების მაღალ ინტერესს. საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი აქტიურად უწყობენ ხელს საფინანსო სექტორში კონკურენციის ზრდას, ფინანსური სერვისების ხელმისაწვდომობის გაფართოებას, ინოვაციური პროდუქტების დანერგვას და ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებას. საფინანსო სექტორში ციფრული სერვისების და ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვა მომხმარებლებს თანამედროვე სწრაფ და უსაფრთხო სერვისებს სთავაზობს. პარალელურად იზრდება ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, რაც დამატებით ინვესტიციებს, ადგილობრივი ბიზნესის გაფართოებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას უწყობს ხელს. თბილისის ფინანსური სამიტი ხელშეუწყობს რეგიონულ თანამშრომლობას ფინანსური სერვისების განვითარების მიმართულებით, რაც შეასრულებას მოგცემს საქართველოს ფინანსური ტექნოლოგიების ჰაბი გახდეს. ეს ასევე ხელშეუწყობს შუადერეფნის ქვეყნებში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას, ეკონომიკის ზრდას, რეგიონში სავაჭრო ბრუნვის გაძლიერებას და გამარტივებას.
და ახლა საკუთარ მოსაზრებებს შუა დერეფანში საქართველოს როლისა და ქვეყნის სატრანსპორტო ჰაბად ქცევის პოტენციალთან დაკავშირებით დაპირებისამებრ გადაცემის პირველი სტუმარი სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დამფუძნებელი და დირექტორი პაატა ცაგარეიშვილი გაგვიზიარებს. საღამომშვიდობის ბატონო პაატა, დიდი მადლობა დროის დათმობისა და გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით. მოკლედ ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ყველაფერი კეთდება ქვეყნის როლის გასაზრდელად შუა დერეფანში, თუმცა გამოითქმება ბევრი კრიტიკული შენიშვნა იმ ტემპებთან დაკავშირებით, რომლითაც შეიძლება ითქვას ჩვენთან სატრანსპორტო და ესე ვთქვათ საერთაშორისო სატრანზიტო ინფრასტრუქტურა ვითარდება. ამაზე ჩვენ ადრეც გვისაუბრია ჩვენს ეთერში სხვათა შორის. თუმცა ბოლოდროინდელი ტენდენციებია ძალიან საინტერესო. ჩვენ ვხედავთ, რომ 2023, 22 და 24 წლებში მატების შემდგომ უკვე ჩნდება კლების ტენდენცია. მაგალითად, მიმდინარე წელს შემცირდა გზის გადასახადით მიღებული შემოსავლები ბიუჯეტში, შემცირდა ავტომობილების რაოდენობა, სატრანზიტო ავტომობილების რაოდენობა, რომლებსაც გადააქვთ ტვირთები საქართველოს გავლით. აი, რაზე მეტყველებს ეს ტენდენციები და ხომ არ შეიძლება აქედან გამომდინარე ვისაუბროთ იმაზე, რომ საუბარი იმაზე, რომ შუა დერეფანში საქართველოს როლი იზრდება, ამ ტენდენციების გათვალისწინებით გადაჭარბებულია. კეთილი. გარკვეულწილად ზოგადად შევაფასებ აბრეშუმის გზის ფორუმს და შემდეგ თქვენ კითხვას დაუბრუნდები. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ აბრეშუმის გზის ფორუმზე მნიშვნელოვანმა პროექტებმა გაიჟღერა რეგიონის ქვეყნებში, მხედველობაში მაქვს მეზობელ ქვეყნებში, თუნდაც ყაზახეთში მეორე ლიანდაგის მშენებლობა იმისათვის, რომ გადაზიდვები დაჩქარდეს, ალმატის შემოსავლელი რკინიგზის მშენებლობა, აზერბაიჯანში საინტერესო იყო ახალ მუდმივიდან სლადენზე გადასვლის მოძრავი შემადგენლობის განახლების, უფრო მეტიც საუბარი იყო ამ ქვეყნებში ძიმე სატრანსპორტო მანქანათმშენებლობის საწარმოების განვითარებაზე, გემთმშენებლობის განვითარებაზე, საუბარი იყო ფრანგული და ამერიკული ელმავლების შემოყვანაზე. ანუ აი ეს მიმართულებები იყო ახალი და რაც თავარია კასპიის ზღვაზე ახალი ფლოტის საკონტეინერო და საბორნე ფლოტის ჩამოყალიბებაზე. მაგრამ გარკვეულწილად სინქრონიზაციის დარღვევის და დისპროპორციის ადგილი არის, ადგილი შეიძლება შეფასდეს ის გარემოება, რომ აი როდესაც ეს ჩვენი მეზობელი რეგიონის ქვეყნები აი ეს სწრაფი ტემპით ანვითარებენ საკუთარ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, ჩვენ ხედავთ, რომ საქართველოს რამდენადაც კრიტიკულად არ უნდა გაიჟღეროს საქართველოს წარმომადგენლება, სატრანსპორტო უწყების წარმომადგენლება, ისევ ის პროექტები, რომელიც 8-10 წლის უკან უნდა დასრულებულიყო, აღარ ჩამოვთვლი ბაქო-თბილისი-ყარსი, შემოვლითი რკინიგზის მოდერნიზაცია, ანაკლის, ისევ ეს პროექტები დაარეკლამეს, ასე ვთქვათ და ანუ თქვენ ამით იმისთვის გინდათ ხაზის გასვა, რომ ტემპით აშკარად ჩამორჩით სატრანზიტო ქვეყნების განვითარება. დიახ, ტემპი და სინქრონიზაცია. ნახეთ, თქვენს მიერ წარმოდგენილი ციფრები შესაძლებელია გარკვეულ სივრცეში იყოს დადებითი დინამიკით დამახასიათებელი, მაგრამ აი ეგ მაგალითს მოვიყვან ერთ ციფრობრივს და ალბათ უფრო გასაგები იქნება. აი მაგალითად ყაზახეთში ხომ 2024 წელს დაახლოებით 130 მილიონი ტონა ტვირთის რკინიგზით ექსპორტ-იმპორტი განხორციელდა. აი მხოლოდ 3 მილიონი წამოვიდა ყაზახეთის ნავსადგურებიდან და საქართველოსამდე მოაღწია 1,800,000 ტონამ. ანუ ფაქტიურად ყაზახეთი, რომელიც არის მაგენერირებელი თვითნაკადის ქვეყანა, მისი თვითნაკადის მხოლოდ 2% მოვიდა საქართველოში. შეიძლება ეს 2 მილიონი წინა წლებთან შედარებით დადებითი დინამიკით ხასიათდებოდა, მაგრამ ისეთი ქვეყნისათვის, რომელსაც 130 მილიონი აქვს, ასე ვთქვათ, ტვირთბრუნვა და მხოლოდ 2% მოვიზიდეთ, ეს არის ძალიან დაბალი მონაცემი. ანალოგიურად უზბეკეთმა 40 მილიონი ტონა ტვირთის გენერირება მოახდინა, მაგრამ 1.5% მოვიდა საქართველოს ნავსადგურებიდან. და რატომ ხდება, ბატონო პაატა, ეს ჩვენ ვიცით, რომ ტენდენცია შუა დერეფნის მიმართულებით ტვირთების ზრდისა უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ იყო დადებითი, მზარდი იყო. ანუ შუა დერეფანი შეიძლება ითქვას ერთგვარად უფრო სანდო და ესე ვთქვათ საინტერესო მარშრუტად იქცა და მოთხოვნად მარშრუტად იქცა. ჩვენ რატომ ვერ ვახერხებთ ამ პირობებში მოზიდვას ტვირთების ამ ნაკადებისას იმ რაოდენობით, რაც სასურველი შეიძლება იყოს ჩვენთვის? პირველ რიგში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის დროში გაჭიანურებული, მრავალჯერ გადადებული პროექტები, რომელსაც ბოლო პერიოდში თუნდაც საგზაო
გზების შენებლობის კორუფციული მომენტების დაემატა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. მე მაგალითად ვადევნებს ჩვენი ორგანიზაცია გადავადებულ პროექტებს და 6-ჯერ არის გადავადებული ავტობანის მშენებლობის დასრულების თარიღი. ფაქტიურად დღევანდელი მოცემულობით 2032 წელს უნდა დასრულდეს 430 კილომეტრიანი ავტობანის მშენებლობა, მოგესალმებათ თურქეთთან შემაერთებელი მონაკვეთის გვირაბის საკითხები, ტექნიკური საკითხები ეხლა წდება, შესაბამისად, აი ეს დროში გაჭიანურებული ინფრასტრუქტურული პროექტები და კიდევ დავამატებ იმ გარემოებას, რომ საბაჟო სასაზღვრო პროცედურების გაჭიანურება, ხშირად ავტოსატრანსპორტო საშუალება 2 კვირა დგას, ასე ვთქვათ, რომ გაიაროს სასაზღვრო საბაჟო გადასასვლელი და ეს მდგომარეობა აიძულებს თვითმფლობელს, რომ ეძებოს სულ სხვა ახალი მიმართულება და ამიტომაც არის თქვენც აღნიშნეთ, რომ საავტომობილო გადაზიდვებში ვარსკვლავები 22,000-იანი კლება 9-10 თვეში. ეს მნიშვნელოვანი მომენტია. აქედან გამომდინარე, დიდ სურათში რო შევხედოთ, სახეზეა დისპროპორცია სინქრონიზაციის დარღვევა, როდესაც დერეფნის კასპიის ზღვის მომიჯნავე ქვეყნები და აზერბაიჯანი ახორციელებენ დიდ ფინანსურად ტევად პროექტებს და ჩვენ ისევ იმ ძველ პროექტებს ვახორციელებთ. და გასაგებია და კიდევ ერთ გამოწვევაზე მინდა კითხოთ, რომელმაც იჩინა თავი ამ შემთხვევაში არც თუ ისე დიდი ხნის წინ, მას შემდეგ რაც აზერბაიჯანსა და ესე ვთქვათ სომხეთს შორის კონფლიქტის მოგვარების პროცესი დაიწყო, გაჟღერდა ზანგეზურის დერეფნის ამოქმედების საკითხი, რაზეც იყო მსჯელობა ჩვენი ქვეყნის შიგნით და სპეციალისტები ამტკიცებდნენ, რომ ის ტვირთების დიდი ნაკადის წაღებას ვერ შეძლებდა, მაგრამ კიდევ ერთი საინტერესო ფაქტორი, რომელიც ალბათ იმოქმედებს შუა დერეფნის ტვირთების ნაკადზე, არის სომხეთის პრეზიდენტის პრემიერ-მინისტრის უკაცრავად გაკეთებული განცხადება ბოლო დროს, როდესაც მან თურქეთს შესთავაზა სომხეთის გავლით პირდაპირ აზერბაიჯანში გადაზიდვა ტვირთების და ამას ხელს უწყობს ამ ორ ქვეყანას შორის უკვე დადებული სამშვიდობო შეთანხმებაც. აი ამ პერსპექტივაში როგორ ხედავთ საქართველოს როლს და საქართველოს როლს შუა დერეფანში? ხომ არ შეიძლება რომ აი ამ შემთხვევაში რეალურად დადგეს საფრთხე რომ ჩვენ შუა დერეფნის ცენტრალური დერეფნის როლი დავკარგოთ? თქვენ სამართლიანად აღნიშნეთ სომხეთის პრემიერის განცხადება, ფაქტიურად გამოდის ისე რომ ჩვენ საქართველოსზე გამავალი შუა დერეფანი ორ მხრივი კონკურენციის ქვეშ აღმოჩნდება. ერთი ზანგეზურის დერეფანი და მეორე ბუნებრივია ყარსიდან თურქეთ-სომხეთის დამაკავშირებელი დერეფანი. ფაქტიურად სომხეთი არადროს არ ყოფილა სატრანზიტო ქვეყნად იქცევა და უკვე ჩვენ ვხედავთ რეალობას, ბუნებრივია ამას ფუნდამენტალური კვლევა სჭირდება და ეს აი ამ კვლევების განხორციელება სახელმწიფოს პრეროგატივაა, რომ ის იყოს ამ შემთხვევაში მიმწოლე ამ კვლევის განხორციელებისა, რომ ჩვენ წინსწრებად ვიცოდეთ თუ კონკრეტულად რომელი სახეობის ტვირთს და რა მოცულობის ტვირთს დავკარგავთ და რომელი გადაერთობა აი ამ ორ ახალ კონკურენტ დერეფანში, რომელიც ჩვენს მეზობლად არის. აი ამ კვლევის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ პირველ ყოვლისა ვიცოდეთ რა წინსწრები ინფრასტრუქტურული პროექტები განვახორციელოთ, როგორ დავხვდეთ სატარიფო პოლიტიკა, რომ არ დავკარგოთ ეს ტვირთები, იმიტომ რომ უკვე ხელის გულზია ამ ტვირთების დაკარგვის ალბათობა. და ზუსტად აი ამასთან დაკავშირებით მინდა კითხოთ, როგორი იქნება თქვენი ერთგვარი შეჯამება იმასთან დაკავშირებით, შევინარჩუნებთ თუ არა შუა დერეფანში ცენტრალურ როლს. მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში თუ ის პროექტები განხორციელდება და ის სატრანზიტო დერეფნები გაიხსნება სომხეთ-აზერბაიჯანს შორის, რომელზეც არის საუბარი. თუ შევძლებთ შენარჩუნებას იმ ტვირთებისას და იმ ტვირთნაკადებისას, რომლებიც უკრაინის ომის წყალობით ჩვენზე გადმომისამართდა უკაცრავად. აი აქ ცოტა პოლიტიკური მიმართულების პასუხი უნდა გავცე, რომ დღესდღეობით სხვა შორის ევროკავშირი მნიშვნელოვნად აფინანსებს და ხარს უჭერს ცენტრალურ აზიაში სხვადასხვა პროექტების განხორციელებას, საუბარია 12 მილიარდიან ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე, ამას ემატება 8 მილიარდი EBRD-ის მიერ დაფინანსება, ანუ ჯამში 2027 წლისთვის 20 მილიარდი დოლარის ევროს ჩადება გათვალისწინებული და გარკვეულწილად პოლიტიკური ასე ვთქვათ ნიავის შეცვლის პირობებში და თუ ჩვენ გარკვეულწილად ევროკავშირისკენ სწრაფიტებით არ შემოვტრიალდებით, ბუნებრივია ეს 20 მილიონი მიმართული იქნება არა შუა დერეფნის 20 მილიარდი
20 მილიარდის ბოდიში არა საქართველოს მონაკვეთის განვითარებისათვის არ არის გამორიცხული ეს თანხები მიმართული იყოს ზუსტად ზანგეზურის ან თუნდაც მეორე კონკურენტი დერეფნის განვითარებისათვის. ყველას გვესმის, რომ ეს 20 მილიარდი არის ჩინეთის საფირწონეთ განსაზღვრული თანხა და ჩვენ თუ აქცენტს ისევ და ისევ ანაკლის განსადგურში ჩინეთის ფაქტორზე გავაკეთებთ ან ჩინურ ინვესტიციებზე გავაკეთებთ, ეს 20 მილიარდის, ასე ვთქვათ, 20 მილიარდის ინფრასტრუქტურული განფენილობა დიდი ალბათობით საქართველოს აულის მხარს და აქ ერთი მინდა დავამატო რომ დღესდღეობით აზიიდან ევროპის მიმართულებით 7-ჯერ უფრო მეტი თვითნაკადი მოძრაობს ვიდრე ევროპიდან აზიის მიმართულებით. აქ არის ძალიან დიდი დისბალანსი, აქ არის ნაკლებობა კავშირებადობის ჩვენი ნავსადგურებისა, ევროკავშირის, ბულგარეთის, რუმინეთის და სხვადასხვა მიმართულებით ნავსადგურებთან და აი ამ ასე ვთქვათ სიცარიელის შევსება მხოლოდ ძლავრი ინფრასტრუქტურული პროექტებით არის შესაძლებელი ნავსადგურებისში, ახალი ტექნოლოგიების განვითარებით, დერეფნის დიჯიტალიზაციის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ყაზახეთმა თითქმის დაასრულა დერეფნის თავისი მონაკვეთის დიჯიტალიზაცია. ამიტომ აი ამას დაუკავშირებდი პოლიტიკურ ორიენტაციას. თუ ჩვენ ისევ და ისევ მიმართული ვიქნებით, რომ ვექტორი შევცვალოთ და შევატრიალოთ ყველას გვესმის ამ მიმართულებით, ბუნებრივია ის დიდი საინვესტიციო პოტენციალი, რომელზეც საუბრობდი, დიდი ალბათობით საქართველოს ხარს. ანუ პოტენციალი გვაქვს, უბრალოდ ის უნდა გამოვიყენოთ სწორად. ამას გულისხმობ. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა. ეს პაატა ცაგარეიშვილი გახლდათ სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დამფუძნებელი და დირექტორი. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში გადაცემის მეორე ბლოკში ჩვენი სტუმარი საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე იქნება. ის იმ ტენდენციებზე და გამოწვევებზე ისაუბრებს, რომლებიც ბოლო დროს საქართველოს ენერგოსექტორსა და ენერგეტიკულ ბაზარზე ფიქსირდება, ასევე გაგვიზიარებს საკუთარ მოსაზრებებს ქვეყნის ენერგეტიკულ ჰაბად ჩამოყალიბების შესაძლებლობის შესახებ. ქალბატონი მაია უკვე ხაზია და მალე შემოგვიერთდება, თუმცა მანამდე კვლავ სტატისტიკა და კომენტარი. დავიწყოთ ამჯერადაც რიცხვებით და გავეცნოთ ენერგეტიკული ბაზრის უახლეს ტენდენციებს. TBC კაპიტალის ელექტროენერგიის ბაზრის კვლევის თანახმად მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება წლიურად შემცირდა 1.5% და შეადგინა 1107 გიგავატ-საათი, რაც შეეხება გამომუშავებას წყაროების მიხედვით, ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავება წლიურად გაიზარდა 4.9% და მიაღწია 805 გიგავატს, ქარის სადგურების გამომუშავება წლიურად შემცირდა 16.4% და შეადგინა 7.2 გიგავატ-საათი, ხოლო თბოელექტროსადგურების გამომუშავება წლიურად შემცირდა 15.6% და შეადგინა 294 გიგავატ-საათი. ამავე მონაცემებით მიმდინარე წლის სექტემბერში შემცირდა ელექტროენერგიის მოხმარებაც, კერძოდ ამ შემთხვევაში შემცირების მაჩვენებელი წლიურ ჭრილში იყო 2% და შეადგინა 1078 გიგავატ-საათი, რაც შეეხება მოხმარების განაწილებას. საანგარიშო პერიოდში საცალო მოხმარება წლიურად შემცირდა 0.9% და გაუტოლდა 642 გიგავატ-საათს. მსხვილი მომხმარებლების მოხმარება წლიურად შემცირდა 0.3% და შეადგინა 288 გიგავატ-საათი, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოხმარება შემცირდა 9.5% და შეადგინა 148 გიგავატ-საათი. მონაცემები ელექტროენერგიის იმპორტის შესახებ TBC კაპიტალის კვლევის მიხედვით მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე მოხდა 420,000 ამერიკული დოლარის ღირებულების 23 გიგავატ-საათი ელექტროენერგიის იმპორტი. რაც შეეხება დინამიკას, პიკი დაფიქსირდა მიმდინარე წლის თებერვალში, რა დროსაც მოხდა 388 გიგავატ-საათი ელექტროენერგიის იმპორტი, ხოლო აპრილში იმპორტის მაჩვენებელი იყო 0. მონაცემები ელექტროენერგიის ექსპორტის შესახებ TBC კაპიტალის კვლევის თანახმად მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოდან განხორციელდა 370,000 დოლარის ღირებულების 6 გიგავატ-საათი ელექტროენერგიის ექსპორტი, რაც შეეხება დინამიკას, პიკი დაფიქსირდა მიმდინარე წლის ივნისში, რა დროსაც ქვეყნიდან მოხდა 235 გიგავატ-საათი ელექტროენერგიის ექსპორტი, ხოლო აპრილში ექსპორტის მაჩვენებელი იმპორტის მსგავსად იყო 0 ტოლი. და ბოლოს მონაცემები ელექტროენერგიის საბალანსო ფასის შესახებ საქსტატის ინფორმაციით მიმდინარე წლის სექტემბერში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასი 1 კილოვატ-საათზე გაიზარდა 7.4% და მიაღწია 5.90 ცენტს. რაც შეეხება დინამიკას, იანვარ-სექტემბრის პერიოდში ყველაზე მაღალი ფასი 6.18 ცენტი დაფიქსირდა აგვისტოში, ხოლო ყველაზე დაბალი 4.99 ცენტი მაისში.
ეს რაც შეეხებოდა უახლეს ტენდენციებს საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე, ახლა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გამოსვლის ჩანაწერი ფინანსური სამიტიდან პირდაპირ ეთერში სტუმართან მაია მელიქიძესთან ერთად დაუბრუნდებით. საქართველოს უკვე დაიმკვიდრა თავისი ადგილი, როგორც ძლიერმა ხაბმა ტრანსპორტის, ვაჭრობის, ენერგეტიკის დარგში. ახლა კი დადგა დრო და სახეზეა ყველა წინაპირობა და აუცილებლობა იმისა, რომ საქართველოს ასეთივე ძლავრ საფინანსო ხაბად ჩამოყალიბდეს რეგიონში. აღსანიშნავია, რომ თბილისის ფინანსური სამიტის ერთ-ერთი თანაორგანიზატორია გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელი GFTN. მოხარულები ვართ, რომ ამ წამყვან გლობალურ პლატფორმას ახლა უკვე საქართველოც შეუერთდა. საქართველოს გლობალურ საფინანსო რუკაზე გამოჩენა არ არის შემთხვევით. ბოლო წლებში ქვეყანამ მიაღწია შთამბეჭდავ ეკონომიკურ ზრდას. შეინარჩუნა ფინანსური სტაბილურობა ყველა გლობალური გამოწვევის მიუხედავად და განავითარა ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო. საქართველოში ჩამოყალიბდა და ნარჩუნდება სტაბილური მაკროეკონომიკური ვითარება, თითქმის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელიც შედარებით დაბალ ინფლაციასთან ერთად გამოარჩევს ჩვენს ქვეყანას მეტად განვითარებულ ეკონომიკებთან შედარებითაც კი. ასევე ხაზგასასმელია, რომ ქართული საბანკო სისტემა მედეგია გლობალური შოკების, გლობალური გამოწვევების წინაშე, მაღალ კაპიტალიზირებულია, მომგებიანია და აქტივების მაღალი ხარისხით გამოირჩევა. გასაკვირი არ არის, რომ წლების განმავლობაში საქართველოს ფინანსური ინდუსტრია პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ლიდერობს. როგორც რეგიონული, ისე გლობალური ინვესტორები სულ უფრო მეტ ინტერესს იჩენენ საქართველოს ფინანსურ სექტორში ინვესტირების მიმართ. შედეგად, არაერთი ახალი ჯგუფი შემოდის ქართულ ბაზარზე. ამავდროულად აღსანიშნავია, რომ ქართული ბანკებიც აფართოებენ საქმიანობას რეგიონის ქვეყნებში. შესაბამისად, საქართველოს საბანკო სექტორი იქცა სასურველ ინვესტორად რეგიონის ეკონომიკაში. ტრადიციული საბანკო სექტორის განვითარების პარალელურად საქართველოს აქტიურად უჭერს ხარს ფინტექ სექტორის განვითარებას. საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ქვეყანაში ფინანსური ტექნოლოგიებისა და ფინანსური სერვისების განვითარების ხელშეწყობა და ინოვაციების განვითარება. ეროვნულ დონეზე ფინტექ ეკოსისტემის და ფინანსური სერვისების განვითარებასთან ერთად ჩვენთვის პრიორიტეტია რეგიონალური თანამშრომლობის გაძლიერება, განსაკუთრებით ფინანსური ტექნოლოგიების კაპიტალის ბაზრის და გადახდების მიმართულებით. და ახლა საკუთარ მოსაზრებებს ქვეყნის ენერგეტიკულ ჰაბად ჩამოყალიბების შესაძლებლობის შესახებ დაპირებისამებრ სტუმარი საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე გაგვიზიარებს. საღამოშიდობის მაია, დიდი მადლობა დროის დათმობისა და გადაცემაში მონაწილეობისთვის. მაია, ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს ენერგეტიკულ ჰაბად ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. რა შეიძლება გულისხმობდეს ეს და რამდენად საყურადღებოა ეს განცხადება იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვნახეთ გადაწყვეტილება, როდესაც გარკვეული კატეგორიის მცირე ჰესების პროექტების განხორციელება გაუქმდა, შეიძლება ასე ითქვას და ერთგვარი კითხვის ნიშნები გააჩინა მთავრობის ამ გადაწყვეტილებამ სექტორის განვითარების თვალსაზრისით მიდგომებთან დაკავშირებით. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის და მოწვევისთვის. რეალურად ჩვენ გვაქვს ნამდვილად ძალიან დიდი პოტენციალი იმისა, რომ ენერგეტიკულ ჰაბად ჩამოვყალიბდეთ. იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ერთის მხრივ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი რაოდენობა რესურსებისა განახლებად ენერგოწყაროებს გულისხმობ, რომელსაც ჭირდება მაქსიმალურად უტილიზაცია და ამასთან ემატება ის, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული საექსპორტო პოტენციალი. არა მარტო თურქეთთან დაკავშირებით, ან თუნდაც იგივე სომხეთთან მიმართებაში, არამედ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის გამოყენების თვალსაზრისით. რაც შეეხება თქვენს კითხვას განკარგულებასთან დაკავშირებით, რეალურად მოხდა 1746.5 მეგავატის დადგმული სიმძლავრის პროექტების, ხაზგასმით მინდა აღნიშნო, პროექტების ნიველირება. რეალურად ეს იყო ის პროექტები, რომლებიც წლების განმავლობაში შეიძლება ითქვას გადავადდებოდა ხოლმე და ეგრეთ წოდებულად დარეზერვებული იყო ეს სიმძლავრეები, ანუ დაჯავშნილი იყო. და წლების განმავლობაში
სამწუხაროდ ვერ ხდებოდა ამ პროექტების რეალიზაცია. და შესაბამისად სიმძლავრეების ათვისებაც ამას გულისხმობთ, ხო? ნამდვილად, დიახ. ამიტომ ახლა ეს შესაძლებლობას მისცემს უკვე კვალიფიციურ, ხაზგასმით ვამბობ, კვალიფიციურ კომპეტენტურ ინვესტორს მიიღოს ამ ტიპის პროექტი, ანუ შემდეგ უკვე აუცილებლად ეს პირველი ტალღა პირუს და მაღალი ალბათობით გვექნება ჩვენ კიდევ ერთი ტალღა, მეორე ტალღა თუ მესამეც არა. იქიდან გამომდინარე, რომ მიერთებებთან დაკავშირებითაც არის გარკვეული გამოწვევები. და მას შემდეგ, რაც უკვე სრულად მოხდება ამ ყველაფრის გაფილტვრა, შემდეგ უკვე დღის წესრიგში დადგება ძალიან ახალი შესაძლებლობა და მნიშვნელოვანი შესაძლებლობა უკვე ახალი ინვესტორებისთვის, რომელსაც აქვს პირველ ეტაპზე გამოცდილება, კვალიფიკაცია, კომპეტენცია, საქმიანობის ისტორია და სტანდარტები, რომლებიც აუცილებლად უნდა იყოს იმპლემენტირებული მანამდე, სანამ რომელიმე კონკრეტული პროექტის აშენების შესაძლებლობა ან თუნდაც მემორანდუმი გაფორმდება, აუცილებლად უნდა არსებობდეს. ჩვენ ამას ვითხოვდით პირუს წლების განმავლობაში, რომ აუცილებლად უნდა იყოს სტანდარტები ჩამოყალიბებული და ეს სტანდარტები უნდა იყოს მკაცრი იმისათვის. ანუ ეს პროექტები, რომლებიც გაუქმდა, ესე ვთქვათ, შემოთავაზებული იყო იმ პერიოდში, როდესაც არ იყო სტანდარტები ჩამოყალიბებული და ამან გაართულა პროექტების განხორციელება? მოდით ასე ვიტყოდი, რომ მარტივი იყო ამ პროექტების გაკეთება, ანუ ფურცელზე დატანა. რეალურად ახლა უკვე ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ გამკაცრდეს ეს სტანდარტები და შესაბამისად, ანუ კერძო სექტორიც თავად ითხოვს ამ ყველაფერს, რომ სტანდარტები იყოს უნიფიცირებული და იყოს შესაბამისად გამჭირვალე, ობიექტური, სამართლიანი და ყველასთვის ერთი და იგივე თამაშის წესები იყოს განსაზღვრული. ეს ბუნებრივია ჯანსაღგარემო შექმნის, მაგრამ თვითონ ის ფაქტი, რომ გარკვეული პროექტები გაუქმდა, ხომ არ იმოქმედებს ინვესტორების განწყობაზე ნეგატიურად? ხომ არ იქნება ეს ის ინფორმაცია, რომელიც შეიძლება ცუდ კონტექსტში მიიღონ პოტენციურმა ინვესტორებმა? ძალიან კარგი კითხვა, თუმცა ჩვენ ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლები პრინციპში ჩათვალეთ, რომ ამ ყველაფერს ველოდით და გარკვეულწილად ვითხოვდით კიდეც. იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ჩვენთან ხშირ შემთხვევაში გრედაში და ზოგადად უცხოელი ინვესტორები, რომლებიც ჩამოდიან, პირველ კითხვას ამას სვავენ, რომ რამდენად დიდი არის შესაძლებლობა იმისა, რომ ახალი ინვესტიციების განხორციელება მოხდეს სექტორში და ნახეთ პირუს, როდესაც მოვლენები ვითარდება ისე, რომ წლების განმავლობაში არსებობს ფურცელზე დატანილი პროექტები და მას არ აქვს იმისი პოტენციალი, რომ რეალიზდეს, ბუნებრივია ამ დროს რა თქმა უნდა, გაცილებით უფრო უკეთესია შემოვიდეს კვალიფიციური ინვესტორი. გასაგებია. აი ამის ფონზე რა მოლოდინები შეიძლება გქონდეს ენერგეტიკაში ინვესტირებასთან დაკავშირებით? ვისგან შეიძლება მოდიოდეს ინტერესი? თუ არიან ესენი ცნობილი აღიარებული საერთაშორისო კომპანიები, თუ რა ტენდენცია შეიძლება გაჩნდეს ახალი საინვესტიციო ბაზარზე ენერგეტიკაში? ძალიან დიდი მადლობა, ძალიან კარგი კითხვა. ენერგეტიკაში არის შესაძლებლობა იმისა, რომ როგორც ადგილობრივი ინვესტორები გააქტიურდნენ, იმიტომ რომ მე თქვენი ეთერითაც მithქვამს ის, რომ ჰიდროენერგეტიკაში ვინც აპირებდა ინვესტიციების განხორციელებას, საბოლოო ჯამში მიიღეს წყვეტილება, რომ ზეში ჩაედოთ ეს ინვესტიცია. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჰიდროენერგეტიკა კვლავ დაიბრუნებს თავის ინვესტორებს, როგორც ადგილობრივ ინვესტორებს, ასევე საერთაშორისო ინვესტორებს. და აქვე აუცილებლად ვიტყვი, რასაც რომ რეალურად ჩვენ 6 და 7 ნოემბერს გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება საქართველოს ენერგეტიკის გამოფენა და ფორუმი 2025 და აქვე თქვენი ეთერით გეპატიჟებით და მოხარული დიდი მადლობა. და ბუნებრივია ჩვენ აქ უკვე ველოდებით დაახლოებით 400 ადამიანამდე განსაზღვრული ჰქონდა გაცილებით ნაკლები 250, მაგრამ უკვე აღმოჩნდა, რომ რეგისტრაციები იმდენად მნიშვნელოვანია, იმდენად მასშტაბურია, როგორც ადგილობრივი სექტორის წარმომადგენლების მხრიდან, ასევე საერთაშორისო სექტორის და საერთაშორისო თვალსაზრისით დაინტერესებული პირების მხრიდან, რომ ჩვენ მოხარულები ვართ უმასპინძლოთ და კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ის, რომ რამდენად დიდი აქვს ჩვენს ქვეყანას პოტენციალი იმისა, რომ განხორციელდეს ამ სექტორში ინვესტიციები. ქვეყნები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან, ეს გახლავთ თურქეთი, ჩინეთი, ევროპული ქვეყნები მათ შორის. დიახ. და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებიც. ანუ ამ შემთხვევაში თქვენ ამ ფორუმზე შეეცდებით, რომ ენერგეტიკის სექტორის განვითარების პოტენციალი აჩვენოთ პოტენციურ ინვესტორებს?
აუცილებლად ჩვენ გვაქვს ნახეთ როგორ წარმოდგენილი სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები ყავს, რომლებიც აუცილებლად ისაუბრებენ იმის შესახებ თუ რა გაკეთდა, რა კეთდება და რა არის მიზნად. რეალურად ეს არის ის მოცემულობა, როდესაც როგორც ენერგეტიკის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ასევე გარემოს დაცვის სამინისტრო, ასევე საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ბუნებრივია იქნებიან წარმოდგენილნი და გააკეთებენ განცხადებებს, კონკრეტულ განცხადებებს და პრეზენტაციებს, ასევე არიან საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები წარმოდგენილნი, სადაც ისაუბრებენ იმ პოტენციალზე, რომელიც არსებობს ფინანსური თვალსაზრისით, რომ გავძლიერდეთ და იქნებიან მზის, ასევე ჰიდროს, ასევე ქარის წარმომადგენლები, სექტორის წარმომადგენლები და ბუნებრივია ჩვენ გვექნება ინოვაციებზეც საუბარი, მათ შორის მწვანე წყალბადის განვითარებაზე და იმ სიახლეებზე, რომლის ტექნოლოგიური ინტეგრაციაც და იმპლემენტაციაც გვჭირდება ჩვენ სექტორში. გასაგებია, მოკლედ წარმატებებს გისურვებთ. ეს მაია მელიქიძე გახდათ საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში გადაცემის დასმით ნაწილში ჩვენი სტუმარი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენელი მარიამ მაჩალაძე იქნება. ის ჩვენს ეთერში ისაუბრებს იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც ბოლო დროს ინოვაციური სტარტაპების მხარდასაჭერად განხორციელდა. მანამდე კი კვლავ სტატისტიკა და კომენტარი. დავიწყოთ ამჯერადაც რიცხვებით და გავეცნოთ ეკონომიკური ზრდის უახლეს მაჩვენებლებს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით მიმდინარე წლის სექტემბერში წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 6.4% შეადგინა, რაც შეეხება დინამიკას. აგვისტოში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იყო 6.6%, ივლისში 6.5%, ხოლო 2025 წლის 9 თვის საშუალო მაჩვენებელი განისაზღვრა 7.7%-ით. ამავე მონაცემებით მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოდან საქონლის ექსპორტი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 16.6%-ით და გადააჭარბა $703 მილიონ, ხოლო იმპორტი ასევე წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 2.4%-ით და გადააჭარბა $1.440 მილიონ. რაც შეეხება მონაცემებს იანვარ-სექტემბრის პერიოდში, ექსპორტი გაიზარდა 7.7%-ით და შეადგინა $5.151 მილიონ, ხოლო იმპორტი გაიზარდა 9.7%-ით და შეადგინა $13.394 მილიონ. მონაცემები დამატებითი ღირებულების გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის შესახებ საქსტატის ინფორმაციით მიმდინარე წლის სექტემბერში წინა წლის იგივე თვესთან შედარებით გაიზარდა 9.2%-ით, რაც შეეხება დინამიკას. დამატებითი ღირებულების გადასახადის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის ზრდა წლიურ ჭრილში 14.7% იყო იანვარში, 13% მაისში, ხოლო დანარჩენ თვეებში მერყეობდა 8-დან 11%-მდე შუალედში. მონაცემები სახელმწიფო ბიუჯეტის მაჩვენებლების შესახებ საქსტატის ინფორმაციით მიმდინარე წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები გაიზარდა 9.5%-ით და შეადგინა $1.762 მილიონ, ხოლო შემოსავლები გაიზარდა 17.3%-ით და შეადგინა $2.128 მილიონ. რაც შეეხება დინამიკას, გასულ 9 თვეში ყველაზე მაღალი საბიუჯეტო ხარჯები დაფიქსირდა ივნისში, რა დროსაც მან გადააჭარბა შემოსავლებს, ხოლო ყველაზე მაღალი შემოსავლები დაფიქსირდა მაისში, რა დროსაც გადააჭარბა $2.5 მილიარდ და ბოლოს მონაცემები საბანკო სფეროს გამოშვების შესახებ საქსტატის ინფორმაციით მიმდინარე წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით კომერციული ბანკების გამოშვება შემცირდა 3.5%-ით და შეადგინა $388 მილიონ, ხოლო ეროვნული ბანკის გამოშვება გაიზარდა 53.3%-ით და შეადგინა $11.6 მილიონ. რაც შეეხება დინამიკას, კომერციული ბანკების ყველაზე მაღალი გამოშვება $402 მილიონ დაფიქსირდა აგვისტოში, ხოლო ეროვნული ბანკისა $12.8 მილიონ ივნისში. ასეთი იყო ეკონომიკური ზრდის უახლესი ტენდენციები. ახლა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გამოსვლის ჩანაწერი ფინანსური სამიტიდან პირდაპირ ეთერში სტუმართან მარიამ მაჩალაძესთან ერთად დავბრუნდებით. თბილისის აბრეშუმის ფორუმის ფარგლებში ჩვენ წელს პირველად ვატარებთ თბილისის ფინანსურ სამიტს. და ამ ღონისძიების ფარგლებში ჩვენ გვაქვს პატივი 73-ზე მეტი ქვეყნიდან 2300-ზე მეტ დელეგატს უმასპინძლოთ. ეს შთამბეჭდავი რიცხვი საუკეთესოდ წარმოაჩენს თუ რამდენად აქტუალურია
რთული გეოპოლიტიკური ძვრებისა და ეკონომიკური ტრანზიციების ეპოქაში საქართველოს პოლიტიკური განაცხადი და მშვიდობის პოზიცია. ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა საქართველოს საუკუნოვან გამოცდილებაზე დაყრდნობილი ხმა გავაგონოთ ყველას, ვინც გვისმენს. თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი და შესაბამისად თბილისის ფინანსური სამიტი რეგიონალური და გლობალური დიალოგისა და თანამშრომლობისთვის უმნიშვნელოვანესი პლატფორმაა. ჩვენი მუშაობის და ჩართულობის შედეგად მივიღეთ არაერთი კანონი, რომელიც ეხება კაპიტალის ბაზრის განვითარების, ღია ბანკინგისა და ღია ფინანსებს, რამაც კაპიტალის ბაზარი 2023 წელს გააორმაგა და დღემდე მზარდ ტენდენციას ინარჩუნებს. ჩვენი საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩო რეგიონში გამოირჩევა თანამედროვე მიდგომით და აბალანსებს როგორც ინვესტორის დაცულობას, ასევე ბიზნესის მიერ ფინანსებზე ხელმისაწვდომობას. კანონმდებლობის და რეგულაციების გარდა, ჩვენი აქტიური პოლიტიკით ხელს ვუწყობთ ინოვაციების და მაღალი ტექნოლოგიური მიმართულებების განვითარებას. აღნიშნვის ღირსია 500 Georges ვენჩურული ფონდი, რომელშიც სახელმწიფოს თანამონაწილეობა დიდია და რომლის ზომა 20 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. მის ფარგლებში უკვე დაფინანსებულია 59 მაღალტექნოლოგიური სტარტაპი და ჩვენ ასევე ვაპირებთ 4 ახალი საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამით ფარგლებში ყოველწლიურად გადავამზადოთ 160-ზე მეტი სტარტაპი. ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ჩვენი ხელსაყრელი სპეციალური საგადასახადო რეჟიმით 2019 წლიდან უკვე 180-მდე საერთაშორისო კომპანია სარგებლობს 5%-იანი მოგების და საშემოსავლო გადასახადით. უკანასკნელი საკანონმდებლო ცვლილებებით კი ინოვაციური სტარტაპები შესაბამისი სტატუსის მინიჭებისას 3 წლის განმავლობაში არ გადაიხდიან საშემოსავლო გადასახადს. ამის გარდა ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიონალებისა და მეწარმეებისთვის IT ბინადრობას ვნერგავთ. ქუთაისში ყოფილი პარლამენტის შენობაში იქმნება რეგიონში ყველაზე დიდი ტექნოლოგიური ჰაბი, ინტერაქციული სამეცნიერო მუზეუმით, ტექნოლოგიური პარკით, ხელოვნური ინტელექტის ცენტრით, ტუმოს შემოქმედებითი ტექნოლოგიების ცენტრითა და საერთაშორისო IT კომპანიებისთვის სპეციალური გამოყოფილი საოფისე სივრცეებით. და ახლა უფრო მეტ ინოვაციური სტარტაპების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებისა და მისი შესაძლო გავლენის შესახებ ქვეყნის ინოვაციურ განვითარებაზე დაპირებისამებრ გვეტყვის გადაცემის დასკვნითი ბლოკის სტუმარი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინოვაციების სტატუსების ადმინისტრირების ხელმძღვანელი მარიამ მაჩალაძე. საღამოშვიდობის მარიამ, დიდი მადლობა დროის დათმობისა და გადაცემაში მონაწილეობისთვის. ქვეყნის ინოვაციური განვითარება დღეს თანამედროვე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა განვითარებით დაინტერესებული ნებისმიერი ქვეყნისთვის. შესაბამისად, ბუნებრივია თქვენს აქტივობებს შეაქვს თავისი განსაკუთრებული წვლილი ამ მიმართულებით ქვეყნის განვითარებაში, მაგრამ საინტერესოა სიახლეები. როგორც მოვისმინეთ, განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან შეღავათებს გულისხმობს, რამდენადაც მე ვხვდები და ხელშეუწყობს ინოვაციური სტარტაპების წახალისებას. რას გულისხმობს ეს შეღავათები? მოდით უფრო დეტალურად რომ ავხსნათ ჩვენს მაყურებელს. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. დიახ, სწორედ განაცხადეთ, სააგენტო მუდამ ზრუნავს ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებაზე და ესეც ერთ-ერთი მაგალითი არის. ეს საკანონმდებლო ცვლილებები ეხება 3 ტიპის სტატუსს, რომელიც ინოვაციების შესახებ საქართველოს კანონით განისაზღვრა. ეს 3 ტიპის სტატუსი არის ინოვაციური სტარტაპის სტატუსი, ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსი და კვლევისა და მომსახურების მიმართულებით მომუშავე კომპანიების სტატუსი. პირველ რიგში ინოვაციური სტარტაპის სტატუსის კრიტერიუმებს მოგახსენებთ. იმისთვის, რომ პირველ სუბიექტმა მიიღოს სტატუსი, აუცილებელია, რომ ქმნიდეს ინოვაციურ პროდუქტს, პროცესს ან ეწეოდეს ინოვაციურ მომსახურებას. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ იგი უკვე იყოს აღიარებული ინოვაციური ეკოსისტემის მიერ და შესაბამისად აღიარება გამოიხატება იმაში, რომ მას უნდა ჰქონდეს მოზიდული ინვესტიცია. ინვესტორი კომპანიებიც ასევე განსაზღვრული არის, ვისგან მოზიდული ინვესტიციაც ასე ვთქვათ რელევანტურად ჩაითვლება სტატუსის მიღების მიზნებისთვის. ეს არის საინვესტიციო ფონდი, ანგელოზ ინვესტორთა ცელი და აქსელერატორი. იმისათვის, რომ პირველმა სტატუსი მიიღოს, მინიმუმ 100,000 ლარის მოცულობის ინვესტიცია უნდა ჰქონდეს მოზიდული, ან სააგენტოს საგრანტო დაფინანსება უნდა ჰქონდეს მიღებული.
ასევე მისი ხოლო ის ხარდამჭერი მექანიზმი, რომელიც შეეხება ინოვაციური სტარტაპის მქონე სუბიექტს, გახოთ პირველი 3 წლის განმავლობაში საშემოსავლო გადასახადის 0%-იანი განაკვეთი. აქვე დავაზუსტებ, რომ სტატუსი მოქმედების ვადა არის 10 წელი. შესაბამისად, პირველი 3 წელი თუ ექნება საშემოსავლო გადასახადის 0%-იანი განაკვეთი, შემდეგ 3 წლის განმავლობაში, ანუ მე-4-დან მე-7 წლამდე ექნება 5%-იანი საშემოსავლო გადასახადი და 5%-იანი მოგების გადასახადი. ხოლო მე-7 წლიდან შემდეგი 4 წლის განმავლობაში ეს გადასახადის მოცულობა 10%-ით განისაზღვრება ორივე ნაწილში საშემოსავლოც და მოგების გადასახადით. ინოვაციური ცირთა საშუალო კომპანიის სტატუსს რაც შეეხება, ის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობას, რომ უნდა ახორციელებდეს კვლევისა და განვითარების საქმიანობას. აქაც მოცულობები განსაზღვრულია, იმისთვის რომ პირმა სტატუსი მიიღოს, უნდა ქონდეს შემოსავლების სუმცირე 5%, სუმცირე 100,000 ლარი R&D მიმართულებით ხარჯების ნაწილში დახარჯული. ასევე მას უნდა ქონდეს პატენტი ან დეპონირებული პროგრამული უზრუნველყოფა, ან მისი ხარჯები უნდა იყოს კონკრეტულად სამეცნიერო კვლევითი დაწესებულების ან R&D კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტის მიმართ გადარიცხული. ასევე მნიშვნელოვანი ერთ-ერთი კრიტერიუმი არის ისიც, რომ R&D ხარჯები უნდა იყოს აღრიცხული R&D სახელმძღვანელოს შესაბამისად, რომელიც ასევე მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა და კიდევ ერთი კრიტერიუმი არის, რომ უნდა წარმოადგენდეს მესამე ან მეოთხე კატეგორიის საწარმოს და ამ შემთხვევაში ის შეძლებს, რომ მოგების გადასახადის დასაბეგრი მოცულობიდან სამმაგიოდენობის R&D დახარჯების სამმაგიოდენობა გამოიკვლიოს. ასე მაგალითად, თუ თქვათ მას დასაბეგრი ბრუნვა აქვს, თქვათ 100 ლარის ოდენობით და მაგალითად გაწეული ხარჯი არის R&D დანახარჯი არის 20 ლარი, შეძლებს რომ 100 ლარს დააკლდება 60 ლარი და დადარჩენ რაც დარჩება დასაბეგრი მოგება 40 ლარზე დაიბეგრება სტანდარტული მოგება. მარიამ, იცით რა მაინტერესებს თქვენ იმდენი კრიტერიუმი ჩამოთვალეთ, ახლა ბუნებრივია, მნიშვნელოვანია რომ კვალიფიციური ესე ვთქვათ კომპანიები შეირჩიეს და კვალიფიციური აქტორები ინოვაციების ბაზარზე, ვინც ისარგებლებს ამ შეღავათებით, მაგრამ ხომ არ ფიქრობთ, რომ იმ კომპანიების ან აქტორების წრე ამ კრიტერიუმებით შეიძლება მნიშვნელოვნად შემცირდეს და ძალიან მცირე ნაწილმა შეძლოს ამ სექტორში მომუშავე კომპანიებისა ამ შეღავათებით სარგებლობა? კი ბატონო, კარგი შეკითხვა არის. ზუსტად ამ მიმართულებით მაგალითად ინოვაციური სტარტაპების ნაწილში ჩვენ კონკრეტულად ავიღეთ ისეთი კრიტერიუმები, რომლებსაც ისინი შეძლებდნენ, რომ დაეკმაყოფილებინათ. ასე ვთქვათ, რადგან ინვესტორები კონკრეტულად შეზღუდული არის ამ სამ ნაწილზე, რომ მხოლოდ საინვესტიციო ფონდი უნდა იყოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელი ან აქსელერატორი, ეს ზუსტად იქიდან არის გამომდინარე, რომ ბაზარზე სწორედ ეს ინვესტორი კომპანიები ახდენენ ამ სტარტაპების მოტივაციას, ასე ვთქვათ, და სტარტაპებში ინვესტიციის განხორციელებას. შესაბამისად, ეს საბაზრო პირობებიდან გამომდინარე ხორციელდება, ხოლო 100,000 ლარი, რომელიც ამ ინვესტორებისგან ანუ ინვესტიციის მინიმალური მოცულობა არის, არ არის ისეთი დიდი მოცულობა, რომ სტარტაპებმა ვერ შეძლონ მისი დაკმაყოფილება და გარდა ამისა, ჩვენი პორტფელი, ანუ ვისაც ვაფინანსებთ, რომელ სტარტაპებით ჩვენ ყავს დაფინანსებული, მუდამ ვაწყინვებთ კვლევას და მოკვლევაც გავაკეთეთ, რამდენი კომპანია შეძლებდა, თქვათ, ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილებას და როგორია მოლოდინი, ეს საინტერესოა, რა მოლოდინი გაქვთ, რამდენი კომპანია შეძლებს ამ ესე ვთქვათ საკანონმდებლო შეღავათებით სარგებლობას, რომ შეეწყოს მათ განვითარებას ხელი? კი ბატონო, აი ხა მაგალითად სააგენტოს 250-მდე აქტიური სტარტაპი ყავს დაფინანსებული, რომლის მოკვლევასაც რა თქმა უნდა ყოველწლიურად ვახორციელებთ, ხოლმე მათ შორის ერთ-ერთი არის, რომ მათი ინვესტიციის მოცულობების გამოკითხვასაც ვაკეთებთ შემდგომი ანალიზის მიზნით და დაახლოებით 50% მინიმუმ ამ პირობებში შეძლებს, რომ დააკმაყოფილოს აღნიშნული კრიტერიუმები. შესაბამისად, ეს არ არის მცირე მაჩვენებელი და თან წაახალისებს სტარტაპებს იმ მიმართულებით, რომ უფრო მეტად ექნებათ ინცენტივა, რომ მოიზიდონ საერთაშორისო იქნება თუ ადგილობრივი ინვესტიციები და შესაბამისად საკმაოდ ნორმალური არის იმასთან შედარებით, რა გარემოებაც დღეს სტარტაპების ეკოსისტემაში გვაქვს. და როგორია მოლოდინები სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებასთან დაკავშირებით? აი თქვენი გათვლებით, რა შეიძლება იყოს ამ შეღავათების შედეგი? რა პროცენტული მაჩვენებლებით გვაქვს მოლოდინები, რომ გაიზრდება სექტორი, გაიზრდება ინოვაციური სტარტაპები და აი რა მიმართულებებით გაქვთ მოლოდინი, რომ შეიძლება განვითარდეს სტარტაპები? კი ბატონო,
ეს მხარდამჭერი მექანიზმები ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივად ხალისდეს სტარტაპ ეკოსისტემა, ასევე საერთაშორისო ბაზრებიდანაც მოხდეს სტარტაპების მოზიდვა საქართველოში და შესაბამისად გვაქვს მოლოდინი, რომ 2030 წლისთვის 2000-მდე გაიზრდება აქტიური სტარტაპების რაოდენობა საქართველოში, რაც ასევე გამოიწვევს დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას და მოსალოდნელია, რომ დღეს სტარტაპები 4000-მდე დასაქმებული პირი ყავს და ეს დაახლოებით 6 ჯერ გაიზრდება და 26000 მიაღწევს. ასევე მოზიდული ინვესტიციის ნაწილშიც ინვესტორებისთვის ძალიან მიმზიდველი გახდება ეს საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემა და ამიტომაც უფრო აქტიურად შეძლებენ რომ განახორციელონ ინვესტიციები და დაახლოებით 11 მილიარდამდე ვფიქრობთ რომ გაიზრდება სტარტაპებში განხორციელებული ინვესტიციის. ანუ ეს 2030 წლამდე, ხო? 2030 ვადიან ინვესტიციაზე საუბრობთ. კარგი, რა მიმართულებით ელოდებით სტარტაპების განვითარებას? ანუ აი ამ კანონის პროექტის თანახმად შეზღუდული არ არის სტარტაპის ინდუსტრიების შესაბამისად ყველა ის ინდუსტრია რომელიც საქართველოში აქტიური არის სტარტაპების ნაწილში შეძლებენ რომ უფრო მეტადაც გაფართოვდნენ და თავიანთი ფინანსური რესურსები უკეთ განკარგონ ჩვენ ასევე მოკვლევა ვაწარმოეთ სტარტაპები როგორ ხარჯავენ თავიანთ ბიუჯეტს და სტარტაპების ბიუჯეტის ხარჯვის დიდი ნაწილი სწორედ ხელფასებზე მოდის და შესაბამისად თუ შემოსავლო გადასახადი მათ დაუზოგავთ ფინანსებს ისინი შეძლებენ რომ თავიანთი ინოვაციური პროდუქტები უფრო მეტად განავითარონ, შესაბამისად შემოსავლების ნაწილშიც ზრდა ექნებათ და ეს ზრდის ეფექტიც დათვლილია, რომ დაახლოებით 2030 წლისთვის 1.5 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება. ასევე გაიზრდება R&D დანახარჯების, ანუ R&D მიმართულებით დანახარჯების წილი GDP-სთან მიმართებით და სადღაც ვფიქრობთ, რომ დაახლოებით 1.5%-ს მიაღწევს GDP-სთან მიმართებით. უკვე თუ გამოიხატა ინტერესი ამ შეღავათებით სარგებლობისა და როგორ მიდის პროცესები და ტექნიკური განმარტებაც რო გავაკეთოთ, როგორ შეუძლიათ ამ სტარტაპზე რეგისტრაცია რა საშუალებებით და ამით დავასრულოთ თუ შეიძლება. კი ბატონო. გეტყვით, ტექნიკურ ნაწილში სტარტაპებმა უნდა და ნებისმიერმა იმ პირმა, რომელიც ამ კანონის თანახმად სურს, რომ მიიღოს სამივე ტიპის სტატუსი, უნდა მოგმართოს პლატფორმაზე, რომელიც სააგენტომ უკვე შეიმუშავა. გააკეთებთ, ანუ განაცხადის ფორმა არსებობს უკვე აქტიური და შესაძლებელი არის, რომ ამ განაცხადის პუნქტები შეივსოს. ეს არის როგორც ნარატიული ნაწილი, ასევე სხვადასხვა ტიპის დოკუმენტაცია მოითხოვება იმ კრიტერიუმების დაზუსტების მიზნით, რომელიც ვთქვათ, ჩვენ და კანონში არის განსაზღვრული. დაინტერესება საკმაოდ მაღალია, მინდა რომ გითხრათ. თუმცა რა თქმა უნდა, პროცედურულ ნაწილში დოკუმენტაციის მომზადებას დრო ჭირდება და ამ სტარტაპებს ეს დროც აქვთ. ანუ არ არის შეზღუდული მოკლედ პერიოდი, ანუ რაღაცა პერიოდში მომართვის პერიოდი არ არის შეზღუდული. ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სტატუსზე მომართვა შეუძლია ნებისმიერ პირს. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა დეტალური და საინტერესო განმარტებებისთვის. წარმატებებს გისურვებთ და წარმატებებს უსურვებ ასევე იმ სტარტაპებს, რომლებიც ამ შეღავათებით სარგებლობის ინტერესს გამოხატავენ. ეს მარიამ მაჩალაძე გახლდათ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინოვაციების სტატუსის ადმინისტრირების ხელმძღვანელი. ამით მთავარი ეკონომიკაში დასრულებულია. დღევანდელი გადაცემის სრული ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს Facebook გვერდზე სახელწოდებით მთავარი ეკონომიკაში და მაუწყებლის ოფიციალურ ვებ გვერდზე. ერთმანეთს მომავალ პარასკევს ამავე არხზე იგივე საეთერო დროს შევხვდებით. გმადლობთ რომ გვიყურეთ. ბედნიერ შაბათ კვირას გისურვებთ. კარგად ბრძანდებოდეთ.